იბორჩხალად ქცეული უფლისწული. იყო და არა იყო რა. იყო ერთი მეთევზე. თევზს იჭერდა და ყიდდა. მაგრამ იმ ორიოდე გროშით, რასაც თევზით ვაჭრობით შეულობდა, თავის დიდ ჯალაბს ვერ არჩენდა. საცოდავებს პოლენტაც კი ენატრებოდათ. წავიდა ერთხელ მეთევზე სათევზაოდ. გადააგდო ზღვაში ბადე, მოსწია, რაღაც ძალიან მძიმე მოჰყვა ბადეს. გაჭირვებით ამოათრია ბადე, დახედა და გაოცდა. უშველებელი კიბორჩხალა გახვეულიყო შიგ. აი მესმის ნანადირევი. გაუხარდა მეთევზეს. მეშველა, ახლა მაინც გავაწყებ ჯალაბს პოლენტათი. მეთევზე ჯერ შინ წავიდა და ცოლს უთხრა. მარდა დატრიალდი, ცეცხლზე ქვაბი წყალი დადგი, პოლენტის ფულს ხელად გავაჩენო და კიბორჩხალა ხელმწიფეს წაუღო. თქვენო უდიდებულესობავ, წყალობა მოიღეთ, იყიდეთ კიბორჩხალა. ჩემი ცოლი უკვე წყალს ადუღებს პოლენტისათვის, მე კი ფული არ მაქვს. უთხრა ხელმწიფეს კაცმა. აბა რად მინდა ეგ შენი კიბორჩხალა? წადი და სადაც გენებოს იქ გაყიდე. უპასუხა ხელმწიფემ. ის იყო იმედგაცრუებული მეთევზე უკანვე უნდა გაბრუნებულიყო, რომ ხელმწიფის ასული შემოვიდა. რა მშვენიერი კიბორჩხალაა. მამა, საყვარელო, მიყიდე კიბორჩხალა გთხოვ. ჩემს აუზში გავუშვებ ოქროს თევზებთან და კეფალებთან ერთად. შეეხვეწა ხელმწიფის შვილი მამას. ხელმწიფის ასულს ძალიან უყვარდა თევზები. დიდი ხანი იჯდა ხოლმე ბაღში, აუზის პირას და უცქეროდა როგორც ურავდნენ კეფალები და ოქროს თევზები. ხელმწიფეს მზედამთვარე თავის ქალზე ამოსდიოდა. ასეთ პატარა სათხოვარზე უარს როგორ ეტყოდა. ადგა და უყიდა კიბორჩხალა. მეთევზემ კიბორჩხალა აუზში ჩაუშვა. მისცეს ერთი ქისა ოქრო და გახარებული წავიდა შინ. მთელი თვე ჩემს ცოლშვის პოლენტა არ მოაკლდებაო. ხელმწიფის ქალი აუზს აღარ შორდებოდა. სულ იქ იჯდა და უყურებდა კიბორჩხალას. შეისწავლა მისი ჩვევები. ქალმა შეამჩნია, რომ ზუსტად შუა დღეზე კიბორჩხალა სადღაც იკარგებოდა და მთელი 3 საათი აღარ გამოჩნდებოდა ხოლმე. ერთხელ ქალი ჩვეულებრივ რომ ტკბებოდა კიბორჩხალას ცქერით, ზარის წკრიალი შეესმა. ადგა, გავიდა აივანზე, გადაიხედა და მათხოვარი დაინახა. ხელმწიფის ქალმა მათხოვარს ერთი ქისა ოქრო გადაუგდო, მაგრამ მათხოვარმა ქისა ვერ დაიჭირა, წყლით სავსე ღრმად ხრილში ჩაუვარდა. მათხოვარი ხანდაკში ჩავიდა ქისის საძებრად, ჩაიყურყუმალავა და წყალქვეშ გაცურა. იცურა და უცებ ერთ მშვენიერ წყალსაცავში ამოყო თავი. წყალსაცავი მიწისქვეშა დიდ დარბაზში იყო გამართული. დარბაზი ხალიჩებით მოეფინათ. მაგიდაზე ჭურჭელი და ბოთლები ეწყო. ამოძვრა მათხოვარი წყლიდან და ხალიჩას ამოეფარა. შუა დღემ რომ მოატანა, უზარმაზარი კიბორჩხალა ამოცურდა წყლის ზედაპირზე. კიბორჩხალაზე ალი იჯდა. დაკრა ალმა ჯადოსნური ჯოხი კიბორჩხალას. კიბორჩხალას ბაკნიდან მშვენიერი ჭაბუკი გამოძვრა. მიუსხდნენ ალი და ჭაბუკი მაგიდას. დაკრა ალმა ჯადოსნური ჯოხის უფრას და ლანგარი ხელად ნაირ-ნაირი საჭმლით გაივსო. ბოთლები კი ღვინით. კარგად რომ დანაყრდნენ, ჭაბუკი ისევ თავის ბაკანში შეძვრა. დაკრა ალმა ჯადოსნური ჯოხი, მოახტა კიბორჩხალას და წყალში შეცურდნენ. მათხოვარი სამალავიდან გამოძვრა. ჩაიყურყუმალავა წყალსაცავში, იცურა და უცებ ხელმწიფის ქალის აუზში ამოყო თავი. ხელმწიფის ქალი ისევ აუზთან იჯდა და თავის თევზებს დასცქეროდა. მათხოვარი რომ დაინახა გაუკვირდა. აქ რა გინდა? კითხა. ჩუ, ხელმწიფის ქალო, ისეთ ამბავს გეტყვით, ყურს არ დაუჭერებ. მიუგო მათხოვარმა, ამოვიდა აუზიდან და დაწვრილებით უამბო რაც ნახა. აჰა, ახლა კი ვიცი, შუა დღეზე მთელი 3 საათით სად იკარგება ხოლმე ჩემი კიბორჩხალა. ხვალ, შუა დღეზე მე და შენ ერთად მივიდეთ იმ დარბაზში. უთხრა ხელმწიფის ქალმა მათხოვარს. მეორე დღეს ხელმწიფის ქალი და მათხოვარი გაჰყვნენ მიწისქვეშა არხს და იმ მიწისქვეშა დარბაზში მივიდნენ. ორივე ხალიჩას ამოეფარა. შუა დღე რომ დადგა, კიბორჩხალაზე მჯდარი ალიც გამოჩნდა. დაკრა ალმა ჯადოსნური ჯოხი კიბორჩხალას. ამოვიდა ბაკნიდან მშვენიერი ჭაბუკი და მაგიდას მიუჯდა. ხელმწიფის ქალი ისედაც შეხაროდა კიბორჩხალას და ახლა მისი ბაკნიდან მშვენიერი ჭაბუკი რომ ამოვიდა, უცებ შეუყვარდა. ვიდრე ალი და ჭაბუკი სადილს შეექცეოდნენ, ხელმწიფის ქალი ჩუმად მიიპარა კიბორჩხალას ბაკანთან და შიგ დაიმალა. შეძვრა ჭაბუკი თავის ბაკანში და ხელმწიფის ქალი არ დახვდა იქ.
ეს რაკენი, ალმა რომ გაიგოს, ორივე დავიღუპებით. წაუჩურჩულა ხელმწიფის ქალს ვაჟმა. როგორმე უნდა გიხსნა ჯადოსგან, მითხარი, დიდგიშველო. კითხა ქალმა ჩურჩულით. ვაი რომ ეგ არც ისე ადვილია, ჯადოსგან ჩემი დახსნა მხოლოდ იმ ქალს შეუძლია, ვინც სიცოცხლეზე მეტად შემიყვარებს. უპასუხა ჭაბუკმა. თავს არ დავზოგავ, ოღონდ კი გიხსნა. შეჰფიცა ქალმა მას. ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, ალი კიბორჩხალას მოახტა და ჯადოსნური ჯოხი დაჰკრა. კიბორჩხალა მიწისქვეშა არხს გაჰყვა. ალი ზღვაში გაიყვანა. ალს ეჭვიც არ აუღია თუ კიბორჩხალას ბაკანში ხელმწიფის ქალი იყო დამალული და მშვიდად გაცურა. ხელმწიფის ქალი და ჭაბუკი მარტო დარჩნენ, მაგრად გადაეხვინენ ერთმანეთს და აუზისკენ გაცურეს. გზაში უფლისწულმა დიახ, ის უფლისწული იყო, ქალს უთხრა, როგორ შეიძლებოდა მისი დახსნა. შეარჩია ყველაზე მაღალი კლდე ზღვის პირას, დადექი იმ კლდის წვერზე, ვიოლინო დაუკარი და იმღერე, ვიდრე ზღვის ტალღებში ალი არ ამოყოფს თავს. ალს გაგიჟებით უყვარს მუსიკა, როგორც კი გაიგონებს შენ სიმღერას, წყლიდან ამოვა და გეტყვის. დაუკარ მზეთ ვნახავო, ძალიან მიყვარს მუსიკაო. შენ უპასუხე, დავუკრავ თუ მაყვავილს მაჩუქებ, თმაში რომ გაქვს გაყრილი თქო. ჩაიგდებ თუ არა ყვავილს ხელში, ჯადო ამეხსნება. იმ ყვავილშია ჩემი ხსნა. კიბორჩხალა აუზში შეცურდა. ამ დროს მათხოვარი მიწისქვეშა არხით აუზში დაბრუნდა. ხელმწიფის ქალი ვერსად რომ ვერ ნახა, შეეშინდა, ხომ არაფერი დაემართაო. ცოტა ხანში აუზიდან ხელმწიფის ქალი ამოვიდა. მათხოვარს მადლობა უთხრა და უხვადაც დააჯილდოვა. მერე ხელმწიფესთან მივიდა და გამოუცხადა. დააკვრა და სიმღერა უნდა ვისწავლოო. ხელმწიფე უარს არაფერზე ეუბნებოდა თავის ქალს. მაშინვე ბრძანება გასცა. საუკეთესო მომღერლები და მუსიკოსები შეკრიბეთო. ისწავლა ხელმწიფის ქალმა ვიოლინოს დააკვრა და სიმღერა და ერთხელ მამას უთხრა. ზღვის პირას, ყველაზე მაღალი კლდის წვერზე უნდა დავდგე და ვიოლინო დაუკრა. კლდის წვერზე ზღვის პირას? ხომ არ გაგიჟდი, შვილო? წამოიძახა ხელმწიფემ. ბოლოს მაინც შეუსრულა სურვილი თავის ქალს. თეთრებში გამოწყობილი 8 სეფე ქალი გააყოლა თან. უბედურება არაფერი მოხდესო, უკან მეომრების რაზმიც მიჰყვებოდათ. მეომრებს უბრძანა ხელმწიფემ, ერთი წუთით თვალი არ მოაშოროთ ჩემს ქალსო. დადგა ხელმწიფის ქალი მაღალი კლდის წვერზე. თეთრად მოსილი სეფე ქალები მის ირგვლივ 8 კლდის წვერზე ჩამწკრივდნენ. გაისმა თუ არა ვიოლინოს ხმა, ალმა მაშინვე ამოყო თავი წყლიდან და ხელმწიფის ქალს დაუძახა. რა საუცხო ჰანგია, დაუკარ მზეთ ვნახავო, რომ იცოდე როგორ მსიამოვნებს. კარგი დავუკრავ, ოღონდ ეგ ყვავილი მაჩუქე, თმაში რომ გაქვს გაყრილი. ძალიან მიყვარს ყვავილები. უპასუხა ხელმწიფის ქალმა. მე ამ ყვავილს ზღვაში გადავაგდებ. თუ დაიჭერ, შენი იყოს. უპასუხა ალმა. კარგი. თქვა ხელმწიფის ქალმა და დაუკრა. დააკვრა და სიმღერა რომ დაამთავრა, ალს დაუძახა, დაპირებული ყვავილი მიბოძეო. აჰა, დაიჭირე. უპასუხა ალმა და ზღვაში შორს გადაისროლა ყვავილი. უცებ ქალი კლდის წვერს მოსწყდა და ზღვაში გადაეშვა. გაცურა იქით, სადაც ტალღებზე მშვენიერი ყვავილი ტივტივებდა. ხელმწიფის ქალი, გიშველეთ! წიოკობდნენ კლდეზე მდგარი სეფე ქალები. ქარი ქალებს თეთრ სამოს უფრიალებდა. ხელმწიფის ქალი კი მიცურავდა და მიცურავდა. ხან ჩაიკარგებოდა ტალღებში, ხან ისევ გამოჩნდებოდა. ის იყო ქალს ძალა გამოელია, რომ ტალღები წამოიქოჩრნენ და ყვავილი ხელში ჩაუგდეს. მაშინვე წყლიდან კიბორჩხალას ხმა გაისმა. მადლობა, შენ ახარ ჩემი მხსნელი და ცოლად გამომყევი. ნუ გეშინია, ახლა ვეგაგიყვა ნაპირზე, ოღონდ ჯერ არსად არაფერი წამოგწდეს. ნურც მამა შენს ეტყვი. დღეს ჩემს დედ მამას გავახარებ, ხვალ კი მამა შენს ვეწვევი და შენს ხელს ავთხოვ. კარგი. ძლივს მოითქვა სული ქალმა. კიბორჩხალამ ნაპირზე გაიყვანა ქალი. შირო მივიდა ხელმწიფის ქალი, მამას მხოლოდ ეს უთხრა, ძალიან მხიარულად გავატარე დრო. მეორე დღეს, ზუსტად 3 საათზე, სასახლესთან ცხენის ფლოქვების თქარუნი, საყვირისა და დაბდაბების ხმა გაისმა.
უცხო ქვეყნის შიკრიკი ეახლა ხელმწიფეს და მოახსენა, ჩვენს უფლისწულს თქვენი ნახვა სურსო. უფლისწულმა ხელმწიფეს თხოვა თქვენი ქალი მომათხოვეთო და მერე დაწვრილებით უამბო, რაც გადახდათ თავს. ხელმწიფე ჯერ გაბრაზდა, როგორ დამიმალეთ ეს ამბავიო, მერე თავისი ასული იხმო. ქალმა უფლისწული რომ დაინახა, გახარებულმა წამოიძახა. ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო ქმარო. წამოიძახა და გადაეხვია. რაღაც იზამდა ხელმწიფე, ხელად ქორწილის თადარიგი ბრძანა.